მაინც მინდა გთხოვოთ კონკრეტულად გიორგი ბაჩიაშვილს რას ეტყოდით, იმიტომ რომ ის არის ახლა ყველაზე რთულ და მძიმე მდგომარეობაში, აშკარად მომატებული საფრთხის ქვეშ, ერთადერთი რაც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფს, როგორც ვხედავთ, ამ სრულიად უკონტროლო სისტემაში, ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს როგორც ცოცხალი ადამიანი და ჯერჯერობით ალბათ ამის გამო არის ცოცხალიც. Რა თქმა უნდა, ჩვენი მედიის, საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და ინტერესი გაიზრდება, რომ ყოველდღიურ კონტროლზე იყოს ეს პროცესი, მაგრამ მას როგორც ადამიანს მარტოს ახლა საკანში მყოფს, რომელსაც ესეთი ამბები გადახდა და ხედავს, რომ რას მდგომარეობაში არის, რას ეტყოდით მას ამ შემთხვევაში. მან დღეს მოიწერა წერილი, აშკარად იგრძნობა, რომ ყარად არის, მხნედ არის, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, მაგრამ აი მას რას ეტყოდით, როგორ ანუგეშებთ? გამძლეობას უსურვებ. პირველ რიგში შეეწიოს უფალი და ლოცულობ, რომ ძლიერად იყოს, საკმაოდ დადებითი და ძლიერი პიროვნება ყოფილა, მე არ ვიცი და არ ვიცნობდი, მაგრამ მან პირველმა გამოაჩინა თუ რისი გამკეთებელია, თუ რას გაუკეთებს ის თავის ახლობლებს, თუნდაც ფულის გულისთვის. რისი გამკეთებელიც ის არის, ეს ბაჩიაშვილმა აჩვენა ყველას და ყველა დარწმუნებული ვარ, ყველა დაფიქრებულია. დაფიქრებულია, ჩაფიქრებულიც არის და გამოსავალს ვერ ხედავენ მგონია. და ამიტომ ბაჩიაშვილი როგორც თქვით, არ უნდა გატყდეს, თორემ მოკლავენ. ესენი მკვლელები არიან. არც გატყდება. ხო, არ უნდა გატყდეს, არ უნდა გატყდეს, ამას ურჩევ და ღმერთი მასთან იქნება. იმიტომ რომ ის მართალია, მე ყველაფერში ეტყობა, რომ მან იცის თუ ვინ დაეჯახა, მან იცოდა ეს ყველაფერი და ის ამისთვის ეტყობა შინაგანად მზად იყო, მაგის მშობლებს ურჩევ, რომ არ ინერვიულონ, თორე თვითონ გაუძლებს ის კიცეკაცი ჩანს, მაგრამ მშობლებს მამა დოროთე, ბოლოს მაინც იმად რას ეტყოდით, ვისთვისაც მაგალითი უნდა იყოს ეს, მხედველობაში მაქვს თავად ივანიშვილთან დაახლოებული ელიტის წარმომადგენლებს, ჩინოვნიკური იქნება ეს თუ სხვა ტიპის, ეხა ბევრი კრიმინალიც როგორც ჩანს ასეთი საქმეებისთვის დაეხლოვებს, მაგრამ უფრო მეტად მხედველობაში მაქვს აი პოლიტიკურ ველზე ვინ ჩანან მოლაპარაკე თავები იქნება ეს, მათ შორის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც საკმაოდ კარგად აეწყნენ ამ კორუფციულ ვერტიკალს და ინფრასტრუქტურას. აი ამ მაგალითების გათვალისწინებით თავისიანებს პირველ რიგში როგორც ეტყობა. იმათ რას ეტყოდით? მოლაპარაკეთ თავებს ვერაფერს ვერ ვეტყვი, იმიტომ მაგათ არაფერი არ ეშველებათ, მაგრამ არის ქვედა ფენა, სადაც შეუძლია თავიშველა. ესეთი გამოთქმა არის, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო, მაგრამ გამოუვალი მაშინ ხდებაო მდგომარეობაო, როცა რა გამოსავალიც არის იქიდან ის არ მოგწონსო. შეიძლება გამოსავალი სამსახურის დატოვება იყოს, უფულობა იყოს, გაჭირვება იყოს, მაგრამ აი სანაგვე ურნაში რო ექნეთ დროებით საძების საჭმელი, ჯობია დატოვონ ის ბოროტება. ჯობია დატოვონ ბოროტება, დროზე დატოვონ, დროზე, იმიტომ რომ ეს მოეკითხება, ზეციდანაც მოეკითხება და ამ ქვეყანაზეც მოეკითხება.